ესა, მესა, გადის ესა. ანა, რას მარჩიელო? ვარჩევ რომელ აფთიაქში შევიდე. ვერ ვიგებ საერთოდ ეს ბიზნესები, ესე გვერდი-გვერდი რატო იხსნება საქართველოში. ის რაც ერთი შეხედვით უცნაურია, ამას ეკონომიკურ თეორიაში თავისი ახსნა და ლოგიკა აქვს და როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ბიზნესები საკმაოდ რაციონალური მიზნით ხსნიან ერთმანეთის გვერდით ფილიალებს. ყველაზე ცნობილი თეორია არის ჯონ ნეშის თამაშთა თეორია და ეგრეთ წოდებული ნეშის ეკვილიბრიუმი. და სხვაგანაც ესეა. კი, ეს თეორია უნივერსალურია და ყველა ქვეყანაში მუშაობს თავისთავად. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში ხშირად შეხვდებით, როდესაც ერთი ტიპის ბიზნესები გვერდ-გვერდ ან ახლოს ხსნიან ფილიალებს. არსებობს სამი მთავარი მიზეზი, რატომაც ირჩევენ ბიზნესები ამ გზას. პირველი, იქნება გარკვეული მიზიდულობის ცენტრი. მაგალითად, მომხმარებელმა რომ იცის, რომ ერთ ადგილას არის რამდენიმე აფთიაქი. თუ ერთ აფთიაქში არ დახტება მედიკამენტი, გადავა მეორეში. ეს მისთვის კომფორტია და შესაბამისად ბიზნესს აღარ უწევს რეკლამაზე დამატებითი ხარჯის გაწევა, რომ მოიზიდოს ახალი მომხმარებელი. ისე საშაურმეებიც ხო გვერდი-გვერდი ხსნება. კონკურენტის წარმატება საუკეთესო სიგნალია მეორე ბიზნესისთვის, ხო? თუ ხედავ, რომ გვერდზე საშაურმეში სულ რიგი დგას, შეიძლება წახვიდე და სხვაგან გახსნა, მაგრამ სხვაგან გახსნა რისკია. და მესამე, აქ შემოდის ეგრეთ წოდებული პატიმრის დილება. ბიზნესებს შორის სრული ნდობა არ არსებობს. მათ შეიძლება აწყობდეთ ეს უბნების გაყოფა, მაგრამ შიშობენ, რომ როგორც კი ერთ უბანს დათმობენ, იქ მათი კონკურენტი შევა. ესე იგი, მე რაც უცნაურობა მეგონა, საკმაოდ ლოგიკური მოდელი აღმოჩნდა. ბიზნესები ერთად იმიტომ იყრიბებიან, რომ მომხმარებელი არ დაკარგონ. კაი, წამოდი, ახლა ავარჩიოთ, რომელ აფთიაქში შევიდე.